მოგესალმებით. ჩვენი კოალიცია ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიცია თავისი ცენტრალური ოფისიდან იწყებს საინფორმაციო ბრიფინგებს და ჩვენი ოპოზიციის ლიდერები ჩვენ პერმანენტულად, პერიოდულად ალბათ საჭიროების და მიხედვით ყოველ საათში თქვენთან წარსდგებით იმ ინფორმაციის შესახებ არჩევნებთან თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, რაც აუცილებლობას ითხოვს, რომ იცოდეს მოსახლეობამ და მას ჩვენ უნდა გავაცნოთ. ძვირფასო მეგობრებო, მიუხედავად იმისა, რომ ადგილობრივი არჩევნები ძირითადად არ არის პოლიტიკური არჩევნები, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, დღევანდელი თვითმმართველობის არჩევნებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. ამიტომ სარგებლობ შემთხვევით და ჩვენი კოალიციის სახელით კიდევ ერთხელ მიუმართავ საქართველოს მოსახლეობას, რომ გადადონ ყველა საქმე და მობრძანდენ არჩევნებზე და შეძლებს დაგვარად ეს გააკეთონ დღის პირველ ნახევარში, რადგან რაც მალე უფრო უკეთესი იქნება. ეხლა რაც შეეხება ძვირფასო მეგობრებო იმ ფაქტს, რომელიც ზოგადად ჩვენ უკვე ვიცით, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა გავამახვილოთ ამაზე ყურადღება. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ არამხოლოდ განწყობილი ვართ, არამედ ყოველნაირი წინასწარი გამოკითხვების შედეგად, ზოგადი სიტუაციიდან გამომდინარე საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების შედეგად პრაქტიკულად ჩვენ დედაქალაქის და საქართველოს რეგიონების ყველა რაიონებში ველით სერიოზულ წარმატებებს აქედან გამომდინარე ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყველა რაიონში მიმდინარე პროცესები და სწორედ უნდა აღინიშნოს სწორედ იმ რაიონში სადაც განსაკუთრებით ვიცით რომ იქნება წარმატება და ველი წარმატებას იქიდან დაიწყო სწორედ დარღვევები და მცდელობები არჩევნების ჩაშლის. ჩვენ გულისხმობთ მარტვილის რაიონს, სოფელ დოშაკეს, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ხელისუფლების წარმომადგენლები, ალბათ მოსყიდვის ხმების მოსყიდვის თუ სხვა მიზნით, ალბათ ეს ასეცა, იწყებდნენ თქვილის დარიგებას, რაც რა თქმა უნდა აკრძალულია არჩევნების წინა დღეს. როდესაც ეს მათ არ გამოუვიდათ, შემდეგ დღის გამთენიისას 2 საათზე მათ ნიღბიანი პირები შევარდნენ, ჯერ კიდევ დაუდგენელი პირები, მაგრამ ალბათ ხვდებით, ვისაც ჩვენ გულისხმობთ, დღის 2 საათიდან 3 საათამდე გამთენიისას შევარდნენ, გაიტაცეს საარჩევნო ბიულეტენი, საარჩევნო ყუთები ბიულეტენებთან ერთად და ესეთი და იძულებული ვიყავით ყველანი რომ გაუქმებულიყო ეს საარჩევნო უბანი. სამწუხაროდ ცოტა მოგვიანებით ნაგავსაყრელზე იქნა ნაპოვნი ეს ბიულეტენები და ამით შეიძლება ითქვას რომ ჩაიშალა ამ უბანში არჩევნები. ეს მე ვფიქრობ ჯერჯერობით ერთი ფაქტია, ვიმედოვნებთ რომ ეს გაგრძელებას არ ჰპოვებს, მაგრამ ჩვენ ვსარგებლობთ შემთხვევით და კიდევ ერთხელ მოუწოდებთ ხელისუფლებას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, რომ მათ უზრუნველყონ ნორმალური, ჯანსაღი, თავისუფალი და მშვიდი საარჩევნო გარემო, რომ ადამიანებს სრულიად საქართველოში, ყველგან სოფლებში, თემებში, ქალაქებში, რეგიონებში, დედაქალაქში მიეცეთ ხმების მიცემის, არჩევნებში მონაწილეობის ნორმალური საშუალება. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ჩვენ ვიწყებთ საინფორმაციო ბრიფინგებს აი ამ საათიდან და ყოველ საათში ერთხელ ჩვენ მოგაწვდით დამატებით ინფორმაციებს.